ოცნების სასამართლომ სინდისის პატიმარ გიორგი ახობაძეს განაჩენი შესაძლოა დღეს გამოუტანოს. პროცესი საქალაქოში ამ წუთებში მიმდინარეობს. ოცნების პროკურატურას ექიმის წინააღმდეგ მტკიცებულება არ აქვს, არ არსებობს ნეიტრალური მოწმე, არც ჩხრეკი სამსახველი ვიდეო. სინდისის პატიმარი ამტკიცებს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, რომელსაც შემდეგ მისი ბიოლოგიური მასალა პოლიციამ წაუსვა. ის რომ პაკეტზე ახობაძის ნერწყვი იყო, ექსპერტმაც დაადასტურა. საქალაქოში მიმდინარეობს თედო აბრამოვის საქმის განხილვაც, ოცნების პროკურატურას მტკიცებულებები არც მის წინააღმდეგ აქვს. ქეთი ნადიბაიძე აგრძელებს თემაზე დეტალებით ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. დავიწყებ გიორგი ახობაძის საქმით, რომელიც უკვე არის ფინალურ ეტაპზე. ამ წუთებში სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავენ ახობაძის ადვოკატები. ამის შემდეგ აპირებს, რომ დასკვნითი სიტყვით სასამართლოს მიმართოს თავად ბრალდებულმა. შემდეგ უკვე მას უფლება აქვს, რომ საბოლოო სიტყვა თქვას მოსამართლის და მხარეების წინაშე და ამის შემდეგ არის უკვე ჯერი მოსამართლეზე. ამ შემთხვევაში რომეო ტყეშელაშვილზე, რომელმაც უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით. და დიდი ალბათობით დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ ეს მოხდება დღესვე, რაც ნიშნავს იმას, რომ გიორგი ახობაძე იქნება პირველი დემონსტრანტი, რომელიც განსასჯელი სკამზე ზის ნარკოდანაშაულის გამო, რომელთან დაკავშირებითაც პირველი განაჩენი იქნება გამოცხადებული. მას საქმის მიხედვით 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დაცვის მხარე სკეპტიკურად უყურებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ საქმის განხილვის განმავლობაში, როგორც ადვოკატები გვეუბნებიან, ყველაფერი გააკეთეს იმის დასამტკიცებლად, რომ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება გამიზნულად ჩაუდეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. ამის შემდეგ გააყალბეს მტკიცებულებები, ხელოვნურად დაიტანეს დაკავების შემდეგ მისი ნერწყვის კვალი ნარკოტიკულ საშუალებაზე. მიუხედავად ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ ამ საქმეს სასამართლო უყურებს როგორც პოლიტიკური მნიშვნელობის საქმეს და ამიტომ განაჩენი არ იქნება გამოცხადებული კანონის და სამართლიანობის მიხედვით. წინასწარ ჩამოყალიბებული მოლოდინი, რა თქმა უნდა, გვაქვს იმის გათვალისწინებით, რომ გიორგის ნარკოტიკი ჩაუდეს და ამას ძალიან ბევრი მტკიცებულებითაც ვამტკიცებთ უკვე, რა თქმა უნდა, გვაქვს იმის მოლოდინიც, რომ შეიძლება მას დღეს მიესაჯოს საკმაოდ მძიმე სასჯელი. გიორგის დაკავების დღიდანვე აღნიშნავდა, რომ მას პირის ღრუში გამოუსვეს თითები, რაც სავარაუდოდ იმას ემსახურებოდა, რომ გადაეტანათ მისი ნერწყვი და აღნიშნული დადასტურდა ექსპერტიზის დასკვნით და გარდა ამისა, გიორგი თავის ჩვენებაშიც ამბობდა, რომ მას არც აყურებინეს, როგორ დაილუქა ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად, აბსოლუტურად შესაძლებელი იყო, რომ მასზე ნებისმიერი კვალი გადაეტანათ ან შეეცვალათ მისი სახე, ასე ვთქვათ. შესაბამისად, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ გიორგის მიერ მიცემული ჩვენება აბსოლუტურად მართალია და მისი ნერწყვი გადაიტანეს ხელოვნურად, რათა შეექმნათ კიდევ ერთი მტკიცებულება. ბუნებაში ვერ წარმომიდგენია გიორგი ახობაძის სისხლის სამართლის საქმეში, რომელიმე მოსამართლემ როგორ უნდა დააყენოს გამამტყუნებელი განაჩენი, ვინაიდან არ არსებობს არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება. როგორც საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, გიორგის სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ პოლიციელთა ჩვენება, რომ გიორგი ახობაძეს ჰქონდა თითქოს ნარკოტიკული საშუალება, ეგრეთ წოდებული ჩადებული ნარკოტიკი, როდესაც ამოუღეს. ამის ამსახველი არანაირი ნეიტრალური მტკიცებულება არ არსებობს, არ არსებობს ვიდეო, არ არსებობს ნეიტრალური მოწმე. მათ ჩაატარეს კვლევა, საექსპერტო კვლევა და ამბობდნენ, რომ თითქოს ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე იყო გიორგი ახობაძის დნმ. ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერტიზით, სამხარაულის დასკვნით და აქ დაკითხული ექსპერტის ჩვენებით დადასტურდა ნათლად ის, რასაც თვეებია ვიძახით, რასაც ვიძახით პირველი დღეებიდან, რომ თუ კი ბიოლოგიური მასალა ამოვიდოდა კონკრეტულად შესაფუთ მასალაზე, ეს იქნებოდა აუცილებლად ნერწყვი, ვინაიდან გიორგის პირის ღრუდან ძალის გამოყენებით აუღეს ნერწყვი და შესაბამისად ამგვარად ხელოვნურად დაიტანეს ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე. თუმცა მიუხედავად იმისა, წინაკვირების პრაქტიკის გათვალისწინებით, სამწუხაროდ ამის თქმა მიწერს, რომ პოზიტიურ შედეგს შედარებით ნაკლებად ველი. აი ამ გარემოებებთან დაკავშირებით ამ წუთებში გიორგი ახობაძის ადვოკატები, როგორც გითხარით, სასამართლოს მიმართავენ დასკვნითი სიტყვით და ის აჯამებენ რამდენიმე თვიან განხილვებს. ამ სხდომას ბრალდებულის და მხარეების გარდა ესწრებიან ასევე გიორგი ახობაძის ოჯახის წევრები, მისი მეგობრები, ახლობლები და ასევე ესწრებიან სხვა დემონსტრანტების ოჯახის წევრებიც, რომლებიც ასევე ნარკოდანაშაულის გამო სხედან ბრალდებულის სკამზე, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ
მაგალითად თედო აბრამოვის ადვოკატი ჩავწერეთ ცოტა ხნის წინ, რომლის საქმის განხილვაც ახლა ზუსტად გიორგი ახობაძის საქმის პარალელურად მიმდინარეობს სასამართლოში. მას მიაჩნიათ, რომ რა განაჩენიც იქნება გამოტანილი გიორგი ახობაძის საქმეზე, დიდი ალბათობით იდენტური განაჩენი იქნება ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული სხვა დემონსტრანტების შემთხვევაშიც, რადგან საგამოძიებო უწყებების ხელწერა მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით არის identური. დღეს დაიკითხება დაცვის მხარის მოწმე, კერძოდ ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი. აღნიშნული ექსპერტიზა დანიშნა დაცვის მხარემ. ვალდების მხარემ მხოლოდ და მხოლოდ დაუსვა კითხვა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე როცა აღმოჩნდებოდა ეს ბიოლოგიური მასალა, იყო თუ არა იდენტური თევდორე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თევდორე აბრამოვის. ჩვენ დავუსვით კითხვა ექსპერტს, ალტერნატიული ექსპერტიზა დავნიშნეთ და დავუსვით, რომ თუ კი აღმოჩნდებოდა ბიოლოგიური კვალი ნიმუში ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე, იყო თუ არა ნეწყვი და თუ არ იყო, მაშინ რა იყო. და ექსპერტმა გვიპასუხა, რომ ეს ბიოლოგიური მასალა მიეკუთვნებოდა ადამიანის ნეწვს. რაც თავისთავად დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე, საინტერესოა და საჭიროა და ადასტურებს იმას, რაც თავიდან თევდორე აბრამოვმა თქვა, რომ მისი პირისხმიდან მოტყუებით იქნა აღებული პოლიციის თანამშრომლების მიერ ბიოლოგიური ნიმუში, რაც სავარაუდოდ შემდეგ გადაიტანეს ხელოვნურად ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე. კაცი ახობაძე მეცხვარ საქმის კურსში რასაკვირველია, ანალოგიურად ხდება, იგივე დარღვევებია, რაც ჩვენ საქმეშიც არ არის ნეიტრალური მტკიცებულება, ანალოგიური ხდება იმავე საქმეებში და რა თქმა უნდა, ეს არის ერთი რეჟისურით განხორციელებული პროცედურა და პროცესი, სინამდვილეში პროცესი კი არ არის, ეს არის დამახინჯებული მათ მსაჯულება. როგორ განვითარდება მოვლენები, როგორც თედო აბრამოვის, ასევე გიორგი ახობაძის სასამართლოს ხდომებზე, ამას მომდევნო გამოშვებებში მოგიყვებით, როგორც გითხარით, ახობაძის საქმე არის უკვე დასკვნით ეტაპზე და შესაძლოა დღეს უკვე რამდენიმე საათში მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა უკვე გამოაცხადოს განაჩენიც, ასევე გეტყვით იმასაც, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება 11 ბრალდებული დემონსტრანტის ერთობლივი საქმის განხილვაც, რომელიც გაგრძელდება კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით და მე შეგახსენებთ იმას, რომ დღეიდან უკვე ორი ბრალდებულის გარეშე, კიკნაძის და ასევე ტერიშვილის გარეშე გაგრძელდება ამ საქმის განხილვა, რადგან ორივე მოსამართლის მიერ არის გაძევებული.